მომდევნო ჩემპიონატებზე იაქტიურეთ მეგობრებო, დამაფოლოვეთ სტრიმზე, არ გამოტოვებთ შემდეგ ჩემპიონატს და უფრო მეტნი შევიკრიბოთ, უფრო საინტერესო გავხადოთ შეჯიბრ. რეცეპის არის მე, ტასკეტეს გვინდოდა გაუმჯობესება და ვეძებდით კოუჩს. მოვძებნოთ პირველი ტურნირის მერე. მეორე ტურნირზე უკეთესად გამოვედით. ჩემი აზრით წინსვლა გქონდა, მაგრამ ცალსახად ახლოსაც არ ვიყავით. ვა, Ghost, მადლობა bro, წრემლები წამომივა და მადლობა. ხმა აღარა მაქვს თორე საპორტი მე უნდა გენახა bro, რას იძახი. მე ვარ პრო კოუჩიო წმინდა. რას გასაპორტებთ? მეც მაგ კომიუნიტიში ვარ bro, მეც მაგ კომიუნიტიში ვარ. So, მე კი ვერ მივიღეთ ტასკეტე მონაწილეობა. წმინდა შევეხმიანები მე, lower bracket-ებია დასამატებელი. Yes. სცენაზე ილო მეფარშვილი მეგობრებო, ტოპ მეორე გიფტერი სპონსორი სკინის. ესე იგი, ჩვენც მაგ კომიუნიტიში ვართ, თქვენ გასაპორტებთ კი არა, ყველა ერთმანეთს ვასაპორტებთ ჩემი აზრით, მაგრამ დიდი მადლობა, რომ ეგეთი თბილი სიტყვები გითხარი. ჩვენთვის ამბებს ნიშნავს, მოტივაციისთვის ამბებს ნიშნავს. მაგარი იქნება თუ ველისტორზე ერთ პატარა ნივთს მაინც შეიძენთ, ჩვენი ფაზაკლების კოდით GoCarti gifts-ით. იმისთვის რომ ველისტორისგან შემდეგ ტურნირებზე უფრო მეტი გიფტები წამოვიღოთ გამარჯვებულებისთვის. იმიტომ რომ ტურნირზე მონაწილეობას ბევრად უფრო მეტი მუღამი გქონდეს რა. ეგ არის ერთ-ერთი ჩვენი მუღამი. იმის განვითარება ნამდვილად, მაგრამ ტასკეტეც დაგოშალა. მე და კოკა შევჭით. არა, ჰირო. მე კოკა ჰირო. One Punch Man-ი აქ არის ჰირო. მე შენ ჰირო და კოკო ჰოუ და ილო მეფარიშვილი. იცი რა, მაინც კაია, რაც მეტი ხალხი ერთ ტურნირზე მეტი სწავლობს რაღაცებს და მუღამიც უფრო მეტი აქვს მერე რომ მოიხოდნონ ალბათ რა, რაც მეტი კომპეტიშენი რაც უფრო დიდი არის, მერე უფრო მუღამიც მეტი აქვს თამაშსალოდ. ჯერ სათხართ მეგობრო, ჩვენ კიდე გეგმები გვაქვს, რაღაცებს მოვხოდავთ, ანუ მივალთ დაველაპარაკებით კომპანიებს, ველისტორმა ძალიან საინტერესო ინტერესი გამოიჩინა. ეხა იყო ეს ტურნირის რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ უფრო დავაჰაიპებდით ამ ყველაფერს, უფრო დავაჰაიპებდით ამ ყველაფერს. შემდეგ ტურნირზე უფრო მეტად ადრე დავიწყებთ PR-ს ამ ყველაფრისას, ნახოთ რა მოხდება. დარას, ეს არის ფინალი, bro, ეს არის ფინალი, როგორ არის ტურნირი? აბა ბანები ვნახოთ. გიო არ და ჰეკარიმი, მორდერკაიზერი, ეზრიელი დაუბანეს ჰოლოუს. ჰეკარიმი მორდეს აზინელება არის, ამომო დაიბანა. ამომო სინჯაო და მოდი თაკარის დაუბანეს ჰეკარიმი. ვაი, ის როგორ მოვიდეთ რომ არ დაბანეს. სუბანში იყო აქამდე ვარუსი და ზაია ბანში არის. ესე იგი ორნი და ვაის პიკს ხო, ტელეფონში ნახე, მოვიდა თუ არა. დარჩა სამს. აიგარ, ჩემი პრობლემა აიგარ. ალბათ ვერასდროს ვერ მოვიხოდები ისე ტურნირისთვის რა, მეიჯები ან ძალიან ისე ტანკებით თამაში არ მიყვარს. დავიდე პიკები ვარ. ეს არის უკვე ფინალის თამაში. მეგობრებო, მეც ახმოვდები ცოტას. ვარუსის პიკი, ვაის პიკი, ორნის პიკი. ესე ორნი უეჯველი ტოპზე არის თქო, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ნახეთ რომ წინა თამაში რენმა აიღო საპორტზე. ვაი, უეჯველი ჯანგში არის, მაგას წყალი არ გავა. ორნი ფლექს პიკია ტოპზე ან საპორტზე. ვარუსი უეჯველი AD carry, ვუკონგი. ვა, საინტერესო ვუკონგი წავდო ჯანგში. ერთ-ერთ სტრიმზე სხვა შორს კომენტარებში ითქვა რომ ვუკონგის მთავარი რუნი უნდა იყოს lethal tempo არა და phase rush-ი. ნახოთ რა იქნება, first strike იქნება Wukong's to phase rush-ი. კერასინგას პიკი. როგორც იქნება, გამოჩნდა საინტერესო პიკი, როგორ ითამაშებს, მოდი ვნახოთ. კავკასიონი Rumblis პიკით, Vexi, როგორც იქნება, ხედავთ Vexi მოგონი დაბანეს ბოლო პატჩებში. phase rush-ი იქნება. ვაუ, nice, იმიტომ რომ წინა თამაშებში ვიღაცას ჰქონდა Conqueror. ამენ ემისთან Wukong's ვა საინტერესო ბრუზერი უნდა იყოს ხო bro, იმიტომ რომ ვერ დაავაშოთ აქედან. ბევრს მეც გეთახმები რომ Conqueror ცოტა ბრუზერ ბილდზე უნდა წავიდეს, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება. ჰოლოუ არის ready. Yes. კავკასიონი blue. კორკის არაჩვეულებრივი პიკი არ შეხედვით, თუმცა საეჭვო არის. ელიში როგორ გადარჩება კორკი ამ მეჩაპთან. ჰოლოუ კავკასიონი. პირიქით დაწერ, ვა, მშვენიერი პოინტი. ხალხი მიხვდეს მარცხნივ კავკასიონი იქნება, მაგრამ ლუქსი. ნახოთ საბსკი თუ აიღებს ლუქს მიდზე კოსმიკის ხათრით. კოსმიკისა და გადაგაკარგა. სტრიმზე.
მე ბანავდნენ და ბლოკები მირიაო ყველა თამაშობს კარგი. აქ ვარ. უყურე საბსკის თამერს პირველ ხელში შენ სახელზე ლუქსი რო აიღო. ბარეგამ სხვადასხვა აჰა ურას. მოედი. ას მიკეთებ. ვა, კაი შევეცდებ. რამბლის პერფორმანსი ნახოთ ჩვენ ტოპ მეკერასინგეს აინტერესებს. რა შევი? რაღაცას გავაკეთებ. სხვადასხვა ფერში დაწერეო და უფრო მარტივი იქნება. და კარგი პოინტია. ბლუთი და რედით ხო ალბათ? Yes. მშვენიერი არის. კარგი აზრი არის. სანსატკოჩ გარება, თქო, შენ მანამდე პიკებზე ილაპარაკებ. მაგრამ ეხლა შეგიძლია YouTube-ზე დევს ისე ვიდეო, მაგრამ რა აზრი აქვს ხო ლაივში? ბაშობი, აი ზემოთ იყო ეს რედი. არა, ადი, კაი. პოტენციალს დაუკარგავს გმირს. ეხლა მეგობრებო, არაჩვეულები იდეა. გადიდე ჯერ ხო? რა ხდება? კორკი დაფიქეს. ჰოლოუში იქით იასუო რამბლი. ოკა, აქეთ სივირი. ათ კიდე ადაცაზე. ხო, YouTube-ზე დევს თამაშები. ვაი, ის რა მოხდა? ორივე ეს რო დავაკოპირე და ერხანს. ის ორი თავიდან და გავაკეთე ტექსტი. არაფერი ყველაფერი იგზი არის. კავკასიანი არის უკვე პიკი წითელი გააკეთე და ბლუ, ისა ჰოლოუ დააწერე. მაინორ შეფერხება, ეს წითელი გვინდა ხოლო ხო? ვერ როგორც იქნება. ლო მარჯვნივ არის, კავკასიონი მარცხნივ არის. ხო, არა, ჯუზო ალბათ ADC არის და იასო მიდზე იქნება. ჰოლოუდი დაწერეთ. პატარა არის უფრო. როტაციებში გვაჯობეს. კაი, ესე გაწყავთ. Nice. ვა, იუმეკო, მადლობა გიფტებისთვის მეგობრებო, მოვიხოდეთ ცოტა. აგრესიული ტანკის გარეშე არის? ორნი აგრესიულ ტანკში არის თვლება? ბლუ. ნახოთ. ხო, კი ბატონო, ბლუს მაინდა-მაინც ხო. რა. ონი არის აბა, წავიდა ჩვენი ფინალის პირველი თამაში მეგობრებო. რამბლი რენექტონის წინააღმდეგ, ვაი versus ვუკონგ, იასუო რას იცახით კორკის წინააღმდეგ. რა ხდება სივირი ონი ვარუსისა და ბრაუმის წინააღმდეგ. გრასპით რამბლი. ესე იგი იასუო საკმაოდ კონტროლს ხო? კორკის სივირს და ონს საშინელება მოხდება team fight-ში. ვუკონგის დეში და ulti, ბრაუმის ulti, იასუოს ulti, ვარუსის ulti, რამბლის ulti. კარგი მომბო კომბო აქვს ალბათ შორს პლუთი. რენი საპორტზე არის შენ ყველა ქონა იმედი რო ფინალში მიდზე გავუშვებ. მე მგონია თუ ჰოლოს თუ გაუჭირდება. ხო. ჰოლოს თუ გაუჭირდება, რენი მიდზე დაბრუნდება. აი იქნება ყველაზე საინტერესო. რენი უნდა, რენს მიდზე თუ არა თამაშეს და ისე მოიგო ჰოლო მესის, რომ დიდი განსხვავება თიმების ლეველებს შორის ავარაუდობ რა. მოწოდოს თამაში რო თქო პაიასო. თად არის ჩვენი ფაირეთი იასუოს მეფე. სივირი და აი ერთი წამი ხო გვაქვს 80 ვივარი ხავს. ერთი წამი თუ გვაქვს მე წამალს ჩავისხამ და მოვა. აჰა, ის სავარჯიშოები აკეთებ. მი. სივირი და ჯუ. ზე რომელი წუთია ჯერ ადრეა. ოკეი. მუკერა და რენი.
და ორივე ერთი ტიმში არის. როგორ იყოფენ რეინებს მორგანათი 1 ადრე თამაშია 2 წამით ადრე ვიყიდა. მოვედი. წავიდა 3-2-1 გაბუშვე. ნახოთ რა მოხდება ამ თამაში. მიძე წავა თუ არა 2-2-ზე ფაითი დასაწყისიდანვე. ნახოთ რა შემოგთავაზებს Hollow versus Caucasian. ფავორიტი ორივე თიმი, ნახოთ რომელი მოიგებს. არც ერთის მოგება არავისთვის გასაკვირი არ იქნება. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? თქვენ რას ფიქრობთ? ხო, აქ ის უნდა გავუკეთებინა. უი, ბრაუნის პიკი ვერ დავინახე ბოლოს. Brown, yes, Brown. ერთი ძამი აქ ის უნდა გავუკეთებინა. საინტერესოა ბრაუნი. სიბირი და რამბლი არიან, იქით ოპ რენექტონ არაცდიან. ნახე, მიძე მაინც ორნი არიან, ტოპზე ორნი არიან, ესე გააკეთეს სვაპი. ეს არის კლასიკური ლოლის ჩემპიონატის. ესე იგი ქცევა, სვაპი ხდება ტოპ ლეინს და ბოტ ლეინს. მიდ ლეინზე არ ვიცოდი ნამდვილად, მაგრამ ეს ზუსტად ეს ჩემთვის ნაცნობი სტრატეგია, ტოპ ლეინს ცვლიან ბოტი და ტოპი. თუმცა საპორტი ადის, რენსინელი ადის და ეხმარება. რენსინელმა წინა თამაშებშიც არაჩვეულებრივი მაკროს შეფასებები თქვა, სკრაქტის ბრალი არ არისო, მაგალითად იქ თქვა არტროქსზე შესაბამისად თვითონ აშკარად ესმის, რასაც აკეთებს და დაუკაუნთერებს სტრატეგიას ცოტათი მაინც. შევხედოთ როგორ წავა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით კილი არ ჩანს, ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, კოლჩის სხვაობა არ არის. ესე იგი, კი, არც ესე პატარა community ყავს. Hello. ესე იგი, ეს არის ფინალის პირველი თამაში, ჯერჯერობით best of 5 იქნება. მიძე რა ხდება? მიძე შეკინება იასო შევა, კიუს დაარტყავს გამოვა სავარაუდოდ. საინტერესოა ესეთი ლეველის თამაში, იასო როგორ თამაშობს, სულ მაინტერესებდა. ბაბოჩა შემოვიდა როგორც ხედავთ. კეიტლინ წითელი ყველაზე კაი. ოპა, ბრავისიმო. ოჩახ მეგობრებო, ოჩახ, მადლობა გიფტების Cosmic Hollow. თქვენი აზრით ამალი გონდი მოიგებს, ისევ Hollow-ზე არის დადებული ყველაფერი. 12 საათამდე 10 წუთი კიდე არ ავიდეს, მერე გავახალხი. Let's go. ომო, დავარდნილი. ვაუ, ეს რა არის? დავარდნილი. ოპა, აქ ვაიუსად გავებს. მობს. მარა აქედან მოდის ბუთიმის ჯანგლერიც. ნახოთ რა მოხდება. ჰოპ. გაასწრო. ტოპზე რა ხდება და კარგი ნოკაპი იყო. გადარჩა ვარუსი. ცეცხლი შეუნთეს. განკი ტოპზე 4-2-ზე აღმოჩნდებიან აქ და ბლუ თიმი სავარაუდოდ აქ აიღებს first blood-ს. ესე იგი, რენექტონს ფლეში აქვს, გაფლეშა, არ გავფლეშას რენექტონს გადეშა და არც მისცეს ფლეშის საშუალება და Hollow აგებს დასაწყისში, მეგობრებო, ეს უკვე საინტერესოა. გახურდა თამაში. გამოიყენებს კი ონის ულტი გამოიყენებს. კი, თუმცა ფლეში არ გამოიყენება რენექტონს. კი არა და არ ვერ. საჭიროც არ გახდა. კი რა ვერ მოასწრო. Hollow უეჭველი მოიგებს აღონდ. ეს მოთამაშე ცეცხლია. ქვაშო ფრიშმე. Okay, nice. დამახსოვრე. Blue teams. Honori მოიგებს. Honori ვინ არის, bro? Hollow. Honori აღარ არის. Honori ადრე იყავ მე? კი. კეინტიტელი. ბაბოჩა შედის გამოდის თამაში ხედავთ აქ. არ ვიცი ეს როგორ გავაკროთ, მაგრამ ჩვენი სპონსორი არის ბაბოჩა. ამასაც შევეცდებით არც გავაკროთ. და რა ხდება შემდეგ? ესე იგი, ნახოთ. ტოპზე რა ხდება? საერთოდ დაელოდებიან ობიექტივს, როგორ ხდება ხოლმე. ესეთი რენკის თამაშზე ელოდებიან ან ობიექტივს, ან მოწინააღმდეგე თიმის გაინტვას.
სიძომიეს გადავადგილ და უკეთესად კი კარნახებ რაღაცებს. აუ ძალიან რთული არის ნახვა საერთოდ. მე ვნახავ. უეჭველი მე თვითონ ნახავ პირიქით დაგეხმარებით. ოკეი, იგი მაშინ. უცებ აქ რამე რომ მოხდეს, ესე იგი რა ხდება აქ. მშვენიერი ეგრევე ვარუსი ცდილობს რომ მოკლას რენექტორი ძალიან ცოტა აკლია რენექტორს გაფლეშა რენექტორმა. არა და მოკვდა ვარუსი ძალიან საცდაობა იყო რენექტორი გადარჩა. Yes, nice. Браво. ესე იგი ერთი ძალიან ახლო ფაითი იყო აქ ეთქობა რომ წასაგებად არავინ არ არის მოსული ყველანი მოსაგებად არიან მოსულები და რეთიმი ეგრევე იწყებს ჰერალდს იგებს კიდევაც აქ სავარაუდოდ ჰერალდს ყოველთვის ჰერალდზე მიდიან სხვა შორის თუ ჰოლო იგებს და დებენ მიწე ვაი მის ვინ მოვიდა პირველ რიგში ახეთ მეგობრებო ვინ მოვიდა ბუმ დაიწყო დრაკონი ვნახოთ თუ აიღებენ მაგრამ ამას დიდად არ აინტერესებს ჰერალდი აიღეს და მიდის შეტანას ცდილობენ მაგრამ ვერ შეიტანეს მიდი იუმის სცენაზე მეგობრებო რენგარი yes რენგარი მოვიდა სად მიდიხარ ბატა ფიზონია გაიღვიდა დიდი ხანია ძინავს რა ხდება ჰელდი მითარ გოლდები უნდათ yes the first hour არა მხოლოდ გოლდები bro მიდის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული სვლა არის და ძალიან ბევრს იგებენ ამით. მოხდა ხდება. ბართოლომეო კოლმაკო ისეთი სტაბშდება, არ რჩება რომ ნახევარ სპოტები აგდებს ლაივში. არა bro, არა მგონია რომ აი 91 მიყურებს. მგონია რომ დიდი კომიუნიტი ხავს პროსტა არავინ ხმას დიდად არ იხებს, იმიტომ რომ კონცენტრირებული სადღაც 10-15 ადამიანია, რომელიც ერთმანეთს შეთამაშებულია ჩატის ამბავში. რამე კონტესტი თუ მოვხოდეთ სავარაუდოდ გამოჩდება. მაგრამ მესპის შერასაც ამობ რო. კი, ზოგი არ წერს და პროსტა უყურებს. კი, ჩემი აზრითაც. ფისო მოვიდა. გაიღვიძა ფისო კარდა შეეძნა. ახლა ფაითი არის მიძე გადის ონი. ეს ფისო ძალიან სახიფათო არის აქ რო შემოუშვეთ ბოდიში პუმა. პოტა ფისონია გვაცადე თამაში. აიტემს და გოლზე შეგვახედე რა შეახედე აიტემს და გოლზე. ესე იგი რედ ტიმი რასაც ახლა აკეთებს არის რომ ფუშავს მაგრამ მიდლეინს რომ იქნებ გაიტანონ და ძალიან ცოტა დარჩა მინდა იასოს აურო თამაშები ვერც დადეფოს არ დადეფა ჩვეულებრივად ორმა გააქტიურა თავისი პა ეგრევე არაცა ცხოვრება ძალიან აგრესიულად თამაშობს აქ ცეზარი და არაძლევენ mid-lanes towers red teams თუმცა ორს აქ რაქვია მაგრუნს towers რო ანგრევს დიდზე რაქვია agrun's towers დაანგრევის რუნი demolish yes მადლობა demolish აუ ეს ადმინის პისონ და ავიყვანოთ სტრიმზე ჩავისვათ მაგრამ კალთაში demolish აქონს და როგორც კი აქ მიფუშავენ აიღებს demolish და ეგრევე ნახე მიდი გაქვთ აქ უეჭველი გაიტანენ მიც გაიტანეს კიდევაც მიდი რაც მოსალოდნელი იყო და დაიწყო რეთიმის სტრატეგიული თამაში demolish yes კომენტარი ერთი ვა საინტერესოა რა რისი ბრალია შენი აზრით პრო მე მგონი engagement-ი უნდა გავზარდოთ რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავა მოვთხოვოთ რაღაცნაირად რომ engagement შემოვიდნენ სამსკა ლაიქთან მიუწევთ წავიდა აბა დაწერეთ ვინ არის favorite player so far კი ბატონო ფუტკარ უეჭველი მაუსი ჩემზეა თუ ჩაგიტყვე გამოვში ფოტო გადახილი მაუსის და შენი ანაბეჭდით და ეგ არის ვა შეიძლება მაგრამ იცი რა TikTok Twitch და ყველა მიჩვეულია რომ ალბათ და კომენტარებისაც მზად არიან მაგრამ აქ ყველა არა კომენტარებს შეიძლება მაგის ბრალი არის ბრო აქ ფაითი არის კლავენ აქ on სავარაუდოდ უეჭველი მგარი არის სავარაუდოდ უეჭველი ეგეთი არ არსებობს მაგრამ უეჭველი მაინც არის კლავენ on არაფერი განსაკუთრებული მედია არ ხდება და ვერ ვიტყოდი რომ ჰოლოვა თამაშს ცალსახად მოიქებს აი ეგ არის უკვე ძალიან საინტერესო გადახილე ეკრანზე არ ძველი სტორს ამესთხო ბრო იქნებ გიფტი გამოუშვა ან დიდი ფაზაკლება გაგიგეთო მოდი უცებ ბილდებს ჩავხედა
ორნი აბურთავეს, კი, ორნი ძალიან აბურთავეს. მოკლეს კიდევაც. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ რედ თიმმა აიღო ჰერალდი, ფულ თიმმა აიღო დრეიკი და 2-1-ია. არის ხობა. Yes. აჰა, შეიძლება. თუმცა ჩემი შემდეგი სხვა არის, რომ ტურნირები მოვხოდოთ. ეგრევე ულტი ვარუსის ულტი დაიჭირეს. რენექტონი ერთხელ გადაშავს, მეორჯერაც ერთხელ ვერ გადაშა და ვარუსის one shot. Bravo Blue Teams, როგორც იქნა Hollows გამოუჩდა, მოწინააღმდეგე, იქნებ მოიგონ ერთი ხელი მაინც. დასაწყისში პირველ ხელს თუ მოიგებენ ვაფშე სასწაული იქნება და მაკედან დაიწყება Hollows სერიოზული თამაში. რენი აღარ წავა საპორტზე, იმედია მიდზე წავა და ვიხილავთ ნამდვილ სანახაობას. თუ არ წავა და მაინც წააგებს ამ შეჯიბრს და ფინალს მაინც საინტერესო საყურებელი იქნება და რედ თიმი იღებს დრეიქს და ეწირება ამ ყველაფერს ვუკონგი next-ი თვით next-ი კი yes აი აქ ისევ და აი დემოლიშით იღებს ნახოთ ერთი ბილდები შევხედოთ ზონს რა ბილდი აქვს მაგალითად ეგრევე hard style ვუკონგმა სწორად გავთვალეთ ჩვენ დაახდნენ ვაის ნახოთ რა ხდება ქვემოთ დაახდნენ ვაის ავარდათ აქ ააგდებენ ჰაერში ორნის ულტი წავიდა ჰაერში ასევე და იასომ შეაჩერა ორნის ულტის ავარაუდოთ მან ვერ დავინახეს რა მოხდა მაგრამ მექანიკებზე ეგრე ჩანდა ორნი ეგრევე ერთი ჰარსტილი მეორე ჰარსტილის კიუ არაჩვეულებრივად თამაშობს კორკი ამ ყველაფერს და არის აუცილებლად ვარუსი კლენს იმას არ უშველის რჩება მხოლოდ იასუო და ვუკონგი გადის ფაიტა იმიტომ რომ ლოუზი არის აზრი არ აქვს და იასუო თუ დადეფავს ამ თაუერს არ იცის და არც არავის არ ჯერა თუმცა არა არც მარტივად ყოფილა საქმე დადეფა იასუომ ეს თაუერი და მშვენივრად დადეფეს მიდი ფულ თიმმა თუმცა საკმაოდ დიდი ლიდი აიღო ამ თი ფაიტზე რედ თიმმა ეს არის 4000-იანი გოლდ ლიდი უკვე 5000-იანი ამ თაუერის ხარჯზე უკვე რაც საკმაოდ რთული ამოსაკაჩი იქნება. იასუო უსრეს სუსტად ეგ იყო ჩემი კითხვა რომ როგორ ითამაშებს იასუო mid late game-ში როცა laning phase-ი მორჩება ესეთ სერიოზულ გუნდებთან. თითქოს აქვთ პოტენციალი კარგი ვომბო კომბოს გაკეთების Blue Teams და ვნახოთ დავალოდოთ კარგ team fights. უსრეს კი რისკი არის ბრო რისკი არის ნამდვილად. ეს დაბადების დღე თუ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. მე თქვა. გავსპამოთო ლუკა მას კრაკს გილოცა ბუდე ისა დაწერა. არ მჯერა. მართლა? არა ხუმრობა. ვაუ მართლა? კეთა მესამეზეა. შემოვიდეს კრაქსი და მილოცავთ. ვაუ კრაკს გილოცავს კრაკს ბრო. მოგილოცავთ წესი არა ჩემო. მილოცავთ კრაკს მეგობრებო. დღეს გახდა რაღაც x+1 წლის. ვა კარი. ასაკს არ გვეტყვი ბრო. ჩვენზე ბებერი ხარ თუ ჩვენზე არ ნაკლებად ბებერი. ჰაჰა. მაგარია. მილოცავთ მეგობრებო. ჰაჰა. აქ რა ხდება რეთიმა დაიწყო. რა ხდება როგორი humble chat-ია და რეთიმა დაიწყო ბარონ ისარგებლა მილოცვებით რეთიმა და დაიწყო ბარონი ჩუმად ულტიმო მე მგონი არც იცის რომ რეთიმი იღებს ბარონს და კინაღა მაიყო მიფლეშა მიდეშა გაუტა და მე მგონი გაიდილდა კიდევაც აქ უკონგი იასუო უტავს როგორც იქნა ნახეთ რაღაც ექშენი ზემოთ უფრო საინტერესო არაფერი არ კლავენ უკონგს და კლავენ ალბათ იასუოსაც რა ხდება ქვემოთ რეთიმა თითქოს გადაუარა Blue Teams ვინ არის ეს ბრაუნი ვა შატდაუნი იასუო შატდაუნი კორკიზე ბრავო იასუოს მე ვნახოთ აუცილებლად ვნახოთ და არ გადახვევა არ არის საჭირო თუმცა მე ვაი კლავს იასუოს და არაფერი არ ცვლება განსაკუთრებული მაგით რედ თიმს რჩება ბარონი 7000-იანი gold lead-ი და მიდის ინჰიბიტორი ნახე ხმა ესმის ხო ხედავ მას ხო რენექტორ
შემთხვევისთვის. იცი რა? ეს ჩემპიონი. Beck და Drake. აი Drake გამოდის 6 წამში, მაგრამ Baroni აქვს Red Teams ნახოთ როგორ გამოიყენებს ამ Barons. თუ Drake აიღეს, Drake Souls მაინც ვეღარ აიღებენ ნახეთ მიძე, მაშინ Rain. მიძე გაჩერები. ავტომატურზე. Guys, ეს რაღაც გავტესტ, ესე მოკლეს Yasuo არ და მეგონა რომ Yasuo-მ გავუტა აქ. Teams დაყვებოთ. Nice, შევხედოთ. ჯორჯ ტურნირზე არის საჭირო. ეს მინიონებს შეაქვს თავი. ასე ხდება, ნახოთ რა ხდება. ნახეთ Drake არ გაიტანა რეთიმა და ეგრევე დააფინიშა ეს ფაითი. მაგალი კლასი გვაჩვენა ორივე თიმა, თუმცა ძლია სავარაუდოდ აქ უკვე ერთ თიმა ყავს. არ შეაქვს просто შეიტანის. აუ, პრობლემად მოიგეს. საბოლოოდ ეს ფაითი. არ და კარგად დაიწყო. მოდი ვნახოთ. მე არ მგონია რომ Hollow Summit 0-ს მოიგებს აქ, იმიტომ რომ ძალიან promising მიიღო Blue Team-ის დასაწყისი. მე მგონია რომ Yasuo-ს როგორც ჩატებში დაიწერა, Yasuo-ს პიკი საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აი ნახე 10 წუთზე საკმაოდ პრობლემატური იყო. Gold-ში თანაბრად იყვნენ, XP-ში თანაბრად იყვნენ. ან საკმაოდ თანაბარი თამაში მიდიოდა 10 წუთამდე და აი ბოლოში მეძებს ხოჭებს ჯორჯ, მადლობა ისეთის. გაუშვათ შემდეგი ფაითი ეგრევე, იმიტომ რომ გაგვეწელება სტრიმი, მაგრამ არა უშავს. მადლობა ჩვენო ერთგულო TikTok მაყურებლებო, ყველაფრისთვის. დაგვაფოლოვეთ, დააშიერეთ სტრიმი, დაგალაიქეთ. არ გაჩერდეთ top 3, top 2 ლაიქის მქონე ჩვენი follower-ი მიიღებს skins, top 3 gift-ერი მიიღებს ასევე skins. ჩვენგან, ამიტომ არ დაიშუროთ ლაიქები, არ დაიშუროთ follow-ები, არ დაიშუროთ gift-ები, დაგვასაპორტეთ და ჩვენ თქვენს დაგასაპორტებთ. უფრო მეტ და საინტერესო ტურნირს შემოგთავაზებთ მომავალში. ეს რა ხმარ? Follow-ს ხმარ არის? არა, რაღაცა background-ში ხდება, რაღაცა ხმარ. მარც, არ ვიცი რა ხმარ. მაგრამ არა უშავს. ტანგი Yasuo ტურნირზე. ლაიქები თქვენ ახლა. ლაიქებსაც განახებთ, bro. ეხლა. ის ხوار გავაკეთოთ. ყოველ ასკაზეა ხმაო, ესეთი მართლა. შეიძლება, არა, ასკაზი არ არის ასული, 288 კაზი არ შეჯობათ. ლაიქები ნახეთ, მეგობრებო. კირთა და გიობერაძეს Cosmic Hall of Fame-სა და კობანთაზე გადაუსწრო. მაგრამ საკმაოდ დასტაკალით 13000 Yasuo, bro. რა ხდება ბრეკეტებში Hollow კავკასიონი დაეჯახნენ ერთმანეთს. მოდი აქ გავანახლოთ. ვინც ამას ალბათ ამას არავინ არ უყურებს, მაგრამ მაინც Hollow 1-0. Best of 5 ანუ 3-მდე რეალურად თამაში. კაი, მოდი ეგეთი რაღაც გავაკეთოთ მანამდე, ერთ წამთ ესეთ რაღაც გავაკეთოთ. მოდი, რო არ მოგვერიდოს ან გაგვიჭერდეს გაგვირთულდეს იმის ჩვენება. არა, რაღაცებს შეიძლება დავამატოთ ერთი ახალი სცენა იმიჯი. სტატების ჩვენება რო არ გაგვირთულდეს, რაღაც დავამატოთ. რა? აი ეს დავამატოთ. ეს რა არის? რასშობი? პროგრამა. რასშობი და? იმას დავფარავ ამით. რამე უფრო წვრილი და კი, რო დააპაუზებ ამას დავქროფავ, იქითაც და აქეთაც. დავადებ და გავაქროფ. ოკეი. გაგნო დაბრუნდაიო. Los ratones won, congrats all. Los ratones all, nice, haha, Whitefire, როგორ ახარ, bro? ეს ვინ არის, იცი? კეთყვი. როგორ ახარ, შენ გეუბნებოდით, bro? ფინალი არის უკვე, როგორ შეაფასებდი? 290 კალაიკი, yes, გიჟობა, მადლობა მეგობრებო. მადლობა მეგობრებო. ის დადროპე. რა? ready არის მთელი თიმი. ვაუ, ეს როგორ წერენ ამებს? აქ სკინი არის, შეგიძლია გადაწყვეტ. მართლა? კი. Nice. Go. მოიცა ერთი წამთ.
სურთ წამი. იო. ერთი წამით. Go. ნემსადო. 1-0 არის. და წადოთ ეხა, რომ დააპაუზებ ის ამოწიე და დავაფაროთ თავს. ხე რა ხმა აქვს? ხო, რომ დავაპაუზებ. FB გრუპში რომელი Wild Rift FB გრუპში შემოვედი, მე მგონი თქვენიან. ჩვენი არ არის, bro, ჩვენც ვართ მაგ ჯგუფში. მადლობა გიფტებისთვის მეგობრებო. ესე იგი, Tom sub gifter, sam gifter შეხვდება skin-ი, top 2 likers შეხვდება skin-ი. ეს ხა თქვენი პოსტები ნახეთ. აჰა, yes, nice. მაგარია. მაგარი, შემდეგ ტურნირები აღარ გამორჩება, bro. ცა? ფერები ხომ არ შეიცვალა, რა კარგი კითხვა არის. ესე იგი, რისი ფერები? არა, იგივე არის, bro, იგივე არის ფერები. მოთამაშეების. ანუ გუნდების. კარგი შეხსენება იყო. ბარო. ახლა გასწრებ ლაიქებში. დასტაკარს ვერა, მაგიტომ მეორე. არავინ არ იცის, დასტაკარი მე მგონი ისვენებს, რასაც უყურებ აღარ ემატება და შეიძლება გქონდეს. მეორე ადგილზე გასულიც კი იგებს skins მეგობრებო, ამიტომ ალაიქეთ, ავიყვანოთ 300,000 ლაიქზე ჩვენი სტრიმი. საკმარისად ბევრი ვართ იმისთვის, რომ ეგ გავაკეთოთ. ალაიქეთ. ნახოთ პროფაილ, ჩემი ჰობი პროფაილ პიქჩერების გამოცნობა, არ მეცნობა ეს რომელი ანიმედან არის, მაგრამ უნდა ვიცოდი ალბათ. ეს Spidey, ან ეს არა ქვია. ფონი კარგად შეგირჩევია. მადლობა წმინდა, მადლობა bro გიფტისთვის. მადლობა. Super GG, wow. კურსია მალე დავდებ. რა ჭიკარი ხარ, აუ, რა кай ხალხი ხარ. არა და კიდე იტყვიან რომ ეს Wild Rift-ის community მაგარი ტოქსიკური ხალხიაო რა. არა და პირიქით. ახეთ სტრიმზე რა ხდება. ძალიან მაგარი არის. წავიდა ჯანგლის ყველანაირი ბანი წამოვიდა. ამუმუ, ვაი, ეს ოლაფი ამ ცხენს რა ქვია სურათო. ჰეკარი. Master Techniques დაგვასაპორტე აგერ ვინერებს. ტექნიკას აჩუქრად. Master Techniques, well ისტორიც გვთავაზობს მასაკლებას. ჩვენი სტრიმის ფოლოუერებისთვის და მაყურებლებისთვის შერჩეულ გეიმინგ კოლექციაზე მეგობრებო, თუ დაინტერესდებით მომწერთ. Go-Karting Gifts არის ვაუჩერის სახელი. შეგიძლიათ პოსტზე ნახოთ როგორ აიღოთ და გამოიყენოთ. არა ჩენებს ვარდებს და რა ქუნი ერთმანეთს აყრიან ვარდებს. კათვაბას რო ავუწიეთ. ვაუ, გრანდმასტერზე ავედიო, გილოცა. ვინ ავიდა გრანდმასტერზე? ბრავო. და ყველანი გილოცავთ რა ქონს გრანდმასტერზე ასოს და სკრაქს დაბადების დღეს მეგობრებო არ დაგავიწყეთ. სკრაქსი სად არის ჰირო მიულოცა დაბადების დღე? Lightbringer. დაბადების დღე გაქვს? კი, დაბადების დღეა. გუეჭველი? კი. ვა, გილოცა. ესე იგი, რენის ორნით შეწუხდა, როგორც ხვდები იქითა თიმი და თვითონ აიღეს ორნი. ბრავო, მაგარია გრანდმასტერი, ერთი სტეპი და ჩელენჯერი ხარ, ბრავო. მე შევჭი მასტერ 3-ში, მაგრამ 1-2 ხელით და მასტერ 2 გავხდე მე და ბასილევსი ჩელენჯში. შევეცდებით ავიდეთ თქვენი კოუჩინგის წყალობით ამ სეზონში. შენიაცით რას აიღებს რენი ამჯერად? ნაუტილუს. რენი სანამ არ წააგებს მიძე მე მგონი არ დაბრუნდება და ჩვენ გვაქვს კავკასიონის იმედი რომ რენი მიძე დაბრუნოს და ეგრე დააჩელენჯოს და მე ვნახოთ ვინ მოიგებს. ძალიან საინტერესო შერკინება იქნება. მიდით კავკასიონ, მიდით. ესე იგი ესე. Oh my god. მეგობრებო, ჩვენ ვართ წაგებულის მხარეს. არა, რა ვიცხარეს, არ ვართ. აი, არ ვიცხარეს, ოკეი. ჩვენ სანახაობა გვინდა, ჩვენ ვართ სანახაობის მხარეს. ცოტათი წაგებულების მხარეს. რამდენ ხანში ირესეტება? არ ვიცი. 300 ლაიქით დაიდო. არა, bro, 296-ია, 296-ია. სულ მალე დასტაკარმა ალბათ გახრიტა. დავიწყოთ პირველი follow. წერია, bro. სასორა, მადლობა, bro. მადლობა. შენ იმაზე დაილაპარაკე?
ესე იგი ფიქებზე მე მანამდე რაღაცას ნახავ გიფთერებს. რა ვხედავ? რაც სხვას უყურებ. ესე იგი სოლი და სინდრა დაიფიქა. აურელია სოლი და სინდრა. მიძეთ ხო ვიტყოდი, მაგრამ იმდენად არეულად დადიან ამ ლეინებზე აზრი აღარ აქვს მაგის თქვა. როგორ არა. სინძაოს ბანი არის, ესე იგი ჯანგლერების ბანი არის ძირითადად. და ზაია არის აქტიურ ბანში კიდე. როგორც ჩანს ჯუზოს ზაიასი ეშინია ჰოლოუს ტიპს. როგორ უნდა გავიკო ტოპგიფტერები ვირ არის? სანამ არ დამთავრდება თამაში, მანამდე ვერ ხვდები სტრიმი უბრალოდ რა თამაში ხა? ფინალია. ტოპგიფტერები ვირ არიან? 5 არის და მეორე ფინალია ბეტმენ bro, როგორ ახარ? დაგვაფოლოვეთ მეგობრებო, follow ეგრევე. ფინალის მეორე თამაშია Hollow vs Caucasioni, ვნახოთ რა პიკებია. Oni Corki Aurelian Sol. მე მომწონს Aurelian Solis პიკი. მინდა რომ ერთი ხელი Aurelian Solმა მოიგოს, გვანახოს კლასი. Volibi არის ეზრიელი სინტრა. შენი ძახი რომ არიცი რომელიცად მიდის? იმიტომ რომ ყველგან მიდის, რა იგულისხმე? არა ხო, ანუ არა რო თქვა მიძე მაინც არ დადგებიან, წავრენ ბოძო იდგებიან თოდა ხო. Aurelian Corki. Juhu, მეკო პეპენაშვილმა გვამცნო 300,000 ლაიქი. ნაისუ, მეკო პეპანაშვილი, მადლობა. ვუკონგიც დაიბანა, ნაუტიუსიც დაიბანა. როგორ ახარ? ეგ არის სამასკარ. ფუტკარა, follow არის მსახურებს შემგან ეგრევე. Follow. Let's go. ციგე 4 ჯანგლი არის დაბანი. მაგრამ ისწავლონ გადავას იმედია. გადრაფტვას. მაგრამ ისწავლიან რომე კორკის მერავლენსოლი არ უნდა გაპიკულიყო flex pick-up რჩებოდა ისე კორკი. Okay, ანუ ეხა ვეჭველი AD carry-ზე მიდის მაგას გულისხმობ რო და აურენსოლი ვეჭველი მიძი არის ხო? ჩემგან დიდი საპორტი ყველა live-ზე დაიმახსოვრე. კი, ვიმახსოვრებ რო, ვიმახსოვრებ. შეუძლებელია მაგის არ შემჩნევა. გარენი. მაუკაის ეს გოფიკი. კი, მესმის და ვსწავლობ თქვენგან ბევრს მეგობრებო, ძალიან ბევრს ვსწავლობ თქვენგან და გააგრძელეთ ეგრე ჩვენი საპორტი და ჩვენი განათლება რაღაც მხრივ. დასტაკარი სულ ჩვენთან ერთად არის და ბარემ გეთამაშა დასტაკარი პაციენტი შემოგივიდა ბრო რა ხდება. რისი დასტაკარი ხარ? აუ ხმა Coke Yo, კოსმიკმა შემდეგ ტურნირზე მონაწილეობას დაბაი, უეჭველი. თიმები შეკარით. შემდეგი ტურნირისთვის გაზაფხულის ტურნირიც ჩატარდება. დაფინე. რა კაი არის. Nice. კაი, ესე კი რა ხდება? გაზაფხულისთვის შეკრივეთ თიმები, მოიხოდეთ. უფრო მეტი თამაში გვინდა, უფრო მეტი. არ მითხრა რომ სინერის საპორტი არის. სიტეპი უფასო გადასვა. ვა. დავიდა, რესინერი რა? სინდრათი არის მიძე. ძალიან გინდა რომ მიძენა. მაოკაით იქნება საპორტზე. შენი. დოლჩეს შენი. დოლჩეს შენზე რას გვეტყვით? რივენის ანტი-ჰილს ვიხილავთ. ერთი 6 გალაიქ მას ესხე. დასტაკარ. რენი მიძეა? არა. ამჯერა რენი მიძეა. შეხედოთ. Next hit. რენ მიძია ხოდგანო. ნახოთ ბრო. ესე იგი მეორე თამაში ფინალის best of 5 არის მეგობრებო. რენი არის ისევ საპორტზე. It's all over baby არის AD carry-ზე. რის coaching sessions-ზე ერთხელ მივიღებდი მე როგორც AD carry main-ი. Ezreal-ს თამაშობს არაჩვეულებრივად. ჯუზოც მაგრ თამაშობს. Ezreal-ს ეხა გამახსენდა. Dolce top-ზე wanted hack არის.
მუკერამიძე ნუია მობი გარენს უყურებთ მეგობრებო გარენი კი ფინალს მოვსწარით გარენ ჩემპიონატზე გარენ ჩემპიონატზე პირველად ხედავ საინტერესოა next-ი ჯუზო ცეზარ გვანახეთ ცეზარა შეგვიძლია პრო ეხა ცეზარი არის ორნი ესე იგი ეხა დავაპაუზებ და გავთიშავ და ჩართავ დავაპაუზე ერთი წამით დავაპაუზე გათიშავ და ჩართავ ხო მოდი ეცეთ რაღაც ტრიუკს გავაკეთებთ მე და ბასილევსი ჩარტე ცოტა ხანი არ გაუშვა ესე იგი დავფარავ იმას რა ქვია მიდი ხალ დასვენება და ათენებით ხალ არა გათენებით არა მაგრამ ეხა არის ფინალის მეორე თამაში და best of 5 არის ანუ მინიმუმ ორი თამაში იქნება კიდე ხო მანახი აქ როგორ შესმოიცა რა თქმა უნდა ხო ჩემი აზრითაც ძალიან შეუცვლელი ხარ მერე კაი არის ამოწი კიდე ერთხელ აი ეს დარიფაზე მანახე როგორ ჩანს იქ არ ჩანს ხო ცერა ბილდებს არ დაეფაროს და ბილდებს არ ეფარება საერთოდ ხო მეგონი ეგ არის ხო აი ის გეპირადო გაკ ტელეფონზე არ ვიცი აი ეს თამაში აწია მაღლა ნახე ხო და ახლა გაასწორ კაი всё გავუშვი გესამდე წამით კაი შევეცდები რომ ესენი დავმალო ხოლმე ოპა წავიდა შენ რო ამოწევ აი ეგრევე ჩაწევიწოს ორივეს ეგრევე დააჭირე რა კაი ჩაწია და ჩაწია კიდე ორივეჯერ დროს რატო ფარავთ იმიტომ რომ იქ მე ბილდების ნახვა როცა გვინდა ჩანს ხოლმე კილები და ობიექტივები ვინ აიღო და რაღაცები და მაგიტო რო არ დავსპოილერდეთ თამაშის დროს ნამდვილად დავაფარეთ რაღაცები საინტერესოა ესე იგი ჩაისვამ კი დავლიო ჩაი ია დამიშოლა მაგრამ ძალიან მაინც ყოფნის საბსკი versus მუკერამიძე ნახოთ რა სიზამ სინდრათი მუკერამ ჟონივრად თამაშობ ჯერჯერობით საბსკისაც არ აუშავს მე ესე შევაფასებდი სინდრა ეს როგორც იქნება ნორმალური თამაში მიძე მიდლეინერი მიდის ტოპზე ტოპლეინერი მიდის ჯანგლი მიდის და ბოტზე ბოტი მიდის ნახოთ ტოპზე რა ხდება ჯერჯერობით ფილებს აქ ცხელჩაი თაფლით ცივი ელი როგორ კოკას ხმა და უბრუნდეს ჩაი ცივი წყლით ცივი წყლით რა დაგისხით იმ დღეს შენ და ელენის არა კავკასიონი ჰოლო სამამდეა თამაში სარამდეა თამაში 0-2 ჩაიყავით ნახოთ მინძე რა ხდება პრეგას საკუთრებული არაუმებს ეგრევე საპორტი მაოკაი და ცეზარი რჩება ბოტზე დაინახა რომ არ მოსავარდოთ უთხრა თავისიანს რომ ფრთხილად იყავი პრო და ამასობაში პრაიო აიღო ბოტლეინზე ჩაიყავით ეს კარგაცაა ესე გარენის ხო მეფს ყურადღება მართალი ხარ ბოდიში ბოტზე რა ხდება yes არავს რა ხდება ბოტზე ესე იგი შეიძლება 2-3-2-ზე აქ არის ავარდოთ საპორტი იმისთვის რომ აიღოს ჰერალდი მაგრამ კროკი ოლივიარმა და ესე იგი ჩვენ უნდა გვეთქვა რომ თუ დავაუწყდა იმის თქმა რომ რიბენი არის ჯანგლში ნახოთ რიბენი როგორ ითამაშებს განსაკუთრებული ჯერ რა ხდება ვიცი რა რამდენჯერმე ვცადეთ ეგრე კამერის აი დავი ეგრევე შევიდა ეგრევე გაისტანა ტაუერი 1-2-3 ეზრიელმა აიღო ეგრევე ტაუერის 2 ჰიტი ეგზეკიუტი მოხდა მაგრამ სამაგიეროდ იქვე მოკლეს ენუემ ცეზარი რომელიც იყო ორნზე და დააიგვეს აი აქ ფლეში მოუწია კორკის იბისთვის რომ ჩამოსულიყო მოკლავენ თუ არა კიდევ ერთხელ უეჭველეს დაივიარდა კლავენისო კორკის და ეს იყო ჩემი ასეთ გაინტვა კორკის მხრიდან ამ ყველაფერს ჯობდა რომ საერთოდ შესულიყო იმიტომ რომ საბოლოოში გამოვიდა რომ ფლეჩიც დახარჯა მოკვდა კიდევაც და მთელი ერთი ან ორი ვეივი დაკარგა
ხო და აი კამერას რო ვაჭერე ხა ბაზაში მიყვება ანუ ხანდახან უჭირს საკმარისად ჩქარა არ თავს თავისით დაძაბულ მომენტებზე მაგიტო სახიფათო არის მაგის ხო სახიფათო არის მაგის გამოყენება და ისევ ხელით მართავთ ხოლმე საქართველოს საიბერსპორტი მიწერეთ უეჭველი მომავალს გექნებათ პარტნიორობაში საქართველოს საიბერსპორტს რა სიძახი ბრო არც ვიცოდი ეგეთი თუ არსებობდა უეჭველი მივწერთ რა სიძახი მადლობა რომ მითხარი ხო ეხლა რაღაცებს გავითვალისწინებთ და გაზაფხულის ჩემპიონატისთვის ვეცდებით რომ რაღაცები უფრო მეტი გავამჯობესოთ დავითრიოთ და რაღაცები გავამჯობესოთ ხო ხმა დავამივთეთ რაღაცა განვიხილეთ უცებ არაფერი გავაგრძელოთ პირველი ობიექტივები სულ მალე გამოვა დრეიკი და ჰერალდი Hi how are you bro ესე იგი რა ხდება მეგობრებო სტანდარტულად hollow გააკეთებს თუ არა იგივეს hollow სტანდარტული სვლა არის ჰერალდის აგება და მიდის გატანა რის შემდეგაც ნენელა იგებენ თამაშს ნახოთ აცრის თუ არა კავკასიონი ამის გააკეთებას hollows და კავკასიონი რომელ დაიჭირეს რივენი კარგად დაიჭირეს და რივენი მოკლეს ხო ესე იგი დრეიკის წინ ობიექტივის წინ მოკდა რივენი ძალიან დიდი შესწავლა ბლუთივის მხრიდან რედის თიმი ჩავიდა და სახმარებლად და ბლუ ვერ ჩავიდა სამწუხაროდ yes ნახოთ აქ რა ხდება და ბრეინერების ჩუბს უყუროთ ცოტა ხანი თამაში მინდა ეს ვინა თამაში ტურნირი მორჩება მე 1-2 ესე იგი შენი ჩაგრავს დოლჩე ჩაგრავს NVM mobs შენით გარენზე მეგონა რომ პირიქით გარენ ჩაგრავდა ხოლმე აქ ფაითი არის ფლეში უკან შეგდება კორკი ეგრევე კვდება აქ სავარაუდოდ ორსაც შეიძლება მოკლან და ჰერალდი არის რედ თიმის მიუხედავად იმისა რომ ცოტა იფაითეს ჰერალდისთვის სინამდვილეში ბლუ თიმი დრეიკზე დაცვლა სავარაუდოდ ბლუ თიმის ობიექტივი აქ აღება კი არისო ჰერალდის არამედ ხელის შეშლა და ეს არ გამოვიდათ შეშლის მაგივრად ცოტა იგი შეუშალეს დროში გაწელეს თუმცა უიბოძე რა ხდება დააკონტესტეს ბლუ თიმი რა ხდება დააიღო yes კიდევ კარგი თორე ეს იქნება და საშინელება მაგრამ ისევ იგივე ხდება ხო ანუ follow სტრატეგია ისევ უცვლელი არის იღებენ ჰერალდს შეაქვთ ტაუერი gold lead-ი ეგრევე კი და მიდიც გახსნილი აქვთ წავიდა გარენი შენი ნახოთ რა ხდება ტოპს უყუროთ ნახოთ ეს თამაშია ვის ბუცები რაღაცა ბილდები ნახოთ გავაკეთოთ ის ერთი წამი არ ამოწია ბილდი მიდი ცა ერთი წამი ესა პროფესიონალური არის მეცე ჩახარა აქ ვინდა გარენი დაიჭირეს ვოლის სუტი ეს ძიერი სუტი კლავს გარენს და დაიჭირეს აქ ვერ გამოვა ძალიან დიდი უპირატესობა ისევ და ისევ რეთიმს 5000-იანი gold lead-ი მიდი გატანილი აქვს ეხლა ტოპს შეუტევენ ტოპს გაიტანენ და გვიანდა მაგრამ გაიქცაო შო ჩვენ ვიცით რომ კორკის და ძალიან ბევრი შეუძლია mid და უფრო late game-ში early game ჩემპიონი არ არის ჩემი აზრით აქ სუსტად მაგას შეიძლება იყო ისევ და ისევ შესაძლოა ან მე ვერ ხვდები ზი დაგვეხმარებ რო შეფასებაში რაშია პრობლემა რატო აგებს ახლა ბლუ თიმი red თიმი hollow თელი ჩემპიონატი ეს ეგრევე სტრატეგიას ახორციელებს და ვერც ერთმა თიმმა ვერ მოახერხა ის რომ დაეშალა ეს hollows-ის ან ხელი მაინც შეეშალა ვინ იგებს რა შოტია hollow იგებს ძალიან წერე კიდევ სტრიმზე რა შოტია 1-0 7 წუთია გასული თითქმის 8 წუთი და 6000-იანი gold lead-ია უკვე ნახეთ რა ძალიან მაგარი არის ეს ეზრიელი ტოპზე რა ხდება
არაფერი განსაკუთრებით დაგაგ თამაშობს ყველა თიმი იმის მიხედავთ რა გასართობად თამაშობენ coach-ის გარეშე blue team nonsense combo ეგ blue team nonsense combo არა საინტერესოა red team-ის combo რა არის bro ჩემი ესაც ყველა კარგად თამაშობს სანახაობა არის მეგობრებო მაგრამ ეს არ არის ბოლო თამაში უფრო ხმას ამოვიღებ 88 მაგურებელი გთხოვთ მეგობრებო დააშიერეთ სტრიმი შემოიყვანეთ თქვენი მეგობრები top 2 ლაიქერი ეგრევე აქ დაიჭირეს ისევ კორკი ნახეთ რა აგრესიულია რეცინერი თავისი ორნით ჯუზო მარაჩოლიოთ აიცილა ორნის ტოპზე დაადგა რივენი შენს და როგორც იქნა გარენის არაჩვეულებრივი კილი და არავინ არ იცის ამ თამაში ჯერ მაინც რამ მოხდება 7000-იანი გოლდლედი არ დაარეკორებინეს არა დაიჭირეს რივენი და ვერ გადახდა რივენი და შეუბრუნდა უკან და მოკლეს თუმცა blue team-მა თავისი პირველი ტაუერი გაიტანა ტოპზე და გარენი თამაშია მეგობრებო 11 ლეველი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს კორკი ცდილობს რომ სწორ-დროს შევიდეს მაგრამ მისი პეკეჯი არც ისე საჭიროდ და საინტერესოდ გამოიყენა დასტაკარი არაჩერებს ლაიქებს ამასობაში და პირველი შანსი რომ მოეკლათ წავიდა ფაიტი მოკლავენ თუ არა თავის დროზე და გადაერთვებიან თუ არა შემდეგი მოთამაშეების მოსაკლავად blue team-ი მაგრამ ვერ ახერხებს blue team-ი ვერავის მოკლას დაიხილა სასწაულებრივად ეს იყო რენსინელი სავარაუდოდ მის თუ არ იყო ვოლიბი არ იყო მგონი როგორ დაიხილოს საინტერესო არის ვერ მოასწრეს მოკლა მთელმა რეთიმად ჩამოუსწრო და მთელმა რეთიმად შემოუტრიალდნენ და ამოხოცეს blue team-ი აქვე კინაღამ მოკლეს შენი მაგრამ ავაითებდა შენი ყველას ჰქონდა stone plate-ი რის შედეგადაც უზარმაზარი შილდი დაიდო და მოუწია blue team-ს გაქცევა 7-8000-იანი გოლდლედი მეგობრებო ეკრანებზე და გარენმა ანტიხილი იყო აი რივენი კაია კაი რივენს რთულია მაგაშია საქმე yes ძალიან რთული მდგომარეობა კეშირების სისტემებშიც ვაი ნახეთ რა ხალ დემეჯი იქ რა ხდება გარენი მისდევს ვოლიბიარს აქ დაიჭერეთ სავარდოთ გარეცა დემეჯს მაინც გაუკეთებენ მოკლეს სავარდოთ ვერ მოკლავენ თუ მიასწრებს მისულს ეზრიელ შეიძლება უფრო მეტი დემეჯი გაუკეთონ მაგრამ შეუძლებელია ხო გაარენის მოკლა ეგრე მარტივად და დრეიკი მეგობრებო სცენაზე კი რედ თიმის კი არავინ არ იცის ამ დრეიკს მაინც ვინ აიღებს თუმცა blue team-ი აშკარად მოპარვაზე თუ წავლენ მეტი სხვა არაფერი არ მოხდება უპრობლემოდ ცდილობს მაინც მოპარვას blue team-ი და ორნი თავისი მაგრამ მისთვის საკმარისი არ არის არა დაუგებს თუ დრაფტში შეგვიძლია bro gaps kill I guess შეიძლება hello როგორ ახარ bro დაგვაფოლოვთ მეგობრებო დაგვალაიქეთ top 2 ლაიქის მქონე follower-ი მიიღებს skins top 3 გიფტერი ასევე მიიღებს skins გამოვშვით გიფტები გამოვშვით ლაიქები მიიღეთ სკინები გარენი მოკლეს და ვერ დავინახე არა უშავს კი დაადგნენ ტოპზე ის რენი დაადგა ტოპზე და იმას მარტივ როიტას შენთან ერთად მოკლეს რავი QQ auto W auto EQ auto რა კონთ მადლობა bro ვაზე მაგარი ლაიქები მაინც ვარ აქ და ვიმახსოვრებ bro რა საყარები ის შორიდან ყველაფერი ძალიან ეს მეც მჭირდება სხვათა შორის ისე რომ იცოდე რა მეც მაინტერესებს მომავალში რა ვიცოდე რა მელოდება შეიძლება მოწოდე ხარ 12-20 ცეგი blue team-ს ერთი ტაუერი აქვს მარტო შეტანილი ხო? კორკი შეფრინდა და გამოფრინდა. ტოპის ტაუერი. ტოპზე რა ხდება, მიძე რა ხდება. ცოტი დაძაბულობა აქცილობს ალბათ რეთიმი უკვე ბარონი რო გაიტანოს 9000-იანი გოლდლედი ეს უკვე ძალიან დიდი ლიდი არის და საკმაოდ გაუჭირდება blue team-ს. Sending love from mid lane. მინდელი. გეოდებით. ხო და სპონსორებო გეოდებით. მივიღებს ასოქრე.
ნახეთ, არა ჩაულებროთ აიღო პრაიო მიძე რეთიმა, ეგრევე შებრუნდნენ წავიდნენ ბარონის სასახებად. შენმა გაიტყვა 2 ბულთიმის მოთამაშე, შემოუბრუნდა რეთიმი, აშკარად ნაკლებობაში არის ბულთიმი, იმიტომ რომ შენმა გაიტყვა ვიღაცა შენი ბრუნდება ფაიტში, საშინელი კომბო გაკეთა. გარენმა Q ulti მშვენიერი კომბო, ურთულესი კომბო, ბრავო გარენ. 1-2-3-3 კაპიტანი, საშინელ დემეჯს უკეთებს ეზრიელი, კორკის და კლავს. აქ გარენს გაიგიდნენ. გარენს მოკლავენ სავარაუდოდ აქ ჩატოვებენ და მიუხედავად რომ აქ ყველა ტანკი არის, ოლიბიარს ყველამ ვიცით რომ საშინელი დემეჯი აქ მას კონკვერერი ექნება სავარაუდოდ. Yes, კონკვერერი აქ რაც უფრო ბრძოლდება ფაითი, მიძე რა ხდება? მიძე რა ხდება ბასილ? მიძე რა ხდება? კლავენ ვიღაცას. აურელიას სოლს არაცდიან აურელიას სოლს. გაფრინდი. არა. ამჯერა გადარჩება კი. არა, W-ს თავისი კასტაიმი აქვს, თავიდანაც ნელდება და კვდება. ურთულესი კომბო, yes, ჩემი ესეც. რა ხდება მეგობრებო? მეგობრებო, არანაირი hate speech-ი აქ არის. ყველა ერთმანეთს ვასაპორტებთ და მეგობრებით, ვეთამაშებით ერთმანეთს, ვასწავლით თამაშს, ან გვასწავლიან თამაშს. რეკი მოვიმატოთ. არც ერთი ვიღაცის რეკი, მეორე ადამიანის რეკს წინ არ ეხობება, მთავარია გასაგებია, ურთიერთ გაგება. გავაგზავნოთ, მიძე რაღაც დაძაბულობა არის. ეთიმი ისევ ძალიან იგებს, სამწუხარო არის ძალიან ესეც სამხრივი რო არის თამაში. ლუშენმა მოკლა რივენი, ეს უკვე საინტერესო სანახავი აღარ არის. აიო ისევ გაიტანა ეთიმა მიდი, ზავარდოდ გაიტანენ ბოტსაც. ბოტის ინჰიბიტორს თავისით გავა ბარონის ხარჯზე. ძალიან ოპტიმალურად იყენებენ ბარონს, ნახეთ უკვე დაიწყეს მე-15 წუთზე და აქ შეიძლება თამაში მორჩეს და რჩება კიდევაც თამაში, როგორც ხედავთ, reconnecting to games მაშინ წერს, როცა პაუზა გქონდა და თამაში დამთავრდა. No tienes amigos, combo game. ნახოთ. Whitefire-მა საინტერესო შეფასება დადო combo gap-ი იყო. საინტერესო შეფასება თქვი რა სიტყვით მეგობრებო. Combo gap-ი 15 წუთზე მოშენ. Yes, 2-0 და მე ახლა შეიძლება ეს ბოლო თამაში გახდეს ჩვენი დღევანდელი ტურნირის ფინალის ბოლო თამაში. ვისტატებია ნახოთ ამაზე. არა უშ, ყველა მიცით რაც მოხდა. ყველა მიცით რაც მოხდა. ნაცრუშვილი next-ი ხარ. ანუ შესაძლოა კიდე 3 თამაში იყოს, კი? Best of 5-ია, bro. ეხლა არის შანსი, რომ კავკასიონმა გააკეთოს კლაჩი და ამოკაჩოს 2-0-დან. Yes, დაალაიქეთ მეგობრებო, დაასაპორტეთ კავკასიონ იმას, მათ აუცილებლად სჭირდებათ საპორტი, რომ გახდეს 2-2 და ვიხილოთ Best of 5-ის მეხუთე თამაში. ეს იქნება ნამდვილი სანახაობა ფინალის. თქვენი იმედი გვაქვს. Comeback is real. უეჭველი ბასკინ, bro. უეჭველი comeback is real. არ მგონია 3 თამაში საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დოლჩეს ვინმე ლაიქებში გადაასწროს. ამიტომ დოლჩე დღეს აუცილებლად მიიღებს skins და ნახოთ რა მოხდება unknown-ის შემთხვევაში. ესე იგი არის unknown პირველ ადგილზე უეჭველი, შემდეგი მოდის გიკა და შემდეგ ჯერჯერობით სასორ არის სტრიმზე, თუმცა არის ხალხი ვინც დაგიფთა და გასულია სტრიმიდან, ამიტომ მამ ყველაფერს შევხედავთ სტრიმის ბოლოს. ლაიქების სისტემა ამოხსენით, bro. ისიც როგორ არის? თუ ძალიან ბევრჯერ აჭერ ხელს 15-ზე მეტ ლაიქს თუ აძლევ, მე რეჭედავს და იძახის რომ შენ ხარ ბოტი და შენგან ლაიქებს არ მივიღებ. არ მორჩა 2-0 არის, არა best of 5-ია ეს მეგობრებო, 3-მდია თამაში. 3-მდია, yes, 3-მდია HR.
ჩვენ გვახსოვს შენი შემოთავაზებული ვაკანსიების რეინჯი და შენს იმედზე ვარ პრო სტრიმმა თუ არ გაამართლა. კაი, მზად არიან? გო მოიცა? როსტი დაგიფთვას პას მთხოვს და Apple Pass შემყავს სწორად და არასწორი. Whitefire მიღებულია შენი გიფტი პრო მე მჯერა შენ რომ მიგცადე ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი ეკრძალვაც კი. მადლობა საპორტისთვის. ალაიქე ბროს ლაიქი უფრო მნიშვნელოვანია ხა ჩვენთვის რომ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდეს და უფრო მეტმა გვიყუროს და დაგვიფოლოს. აი მე დასტაკარი 14K-ზეა. სინამდვილეში რამდენზე ხო წარმოგიდგენი? აბა. ეს ლაიქების სისტემა ჩვენი დავწეროთ კიდე. ჩვენ შეგვიძლია ავაწოთ ეს. მართლა. როგორ? ანუ რაღაცნაირად API აქვს უეჭველი. ხო, და ამას როგორც ის არა, კარგი API, თორე API-ზე უეჭველი. იმდენად კონკურენტი Thinkific-ის. მე მგონია რომ Thinkific იმიტომ ჭედავს რომ იმდენად ბევრი კონკურენტული ლაიქი მოდის, რომ სინქრონიზაციაში უჭირს. და ვერ იღებს ამდენ ლაიქს. გამარჯობა კოკარდო. გამარჯობა. Luxon როგორ ახარ bro? აურაფედი მაგრამ. რა ხდება? ყველა გავიდა. სად გავიდა? დაბრუნდებიან იქ. შამურმა ოკის. კარგად გამშვენიერი. ეს არის ტურნირის ფინალი მეგობრებო. აი ველოდებით მონაწილეების შემოსვლა საკმაოდ დამხლელი თამაშები იყო. ჰოლო უკვე მეოთხე თამაში თამაშობს ZZ. მეხუთე თამაში პროსტორად. ZZ, მაგრამ ZZ არავის არ უთამაშია დღეს. როგორია? შეიძლება დასტაკარი დაიმატონ და დასტაკარვა და კარგოს პირველობა მეგობრებო ეხლა არის თქვენი შანსი. ეხლა არის თქვენი შანსი. დავაი. დასტაკარ ვიდი. მეგობრებო, ცენზურა. ცენზურა გთხოვ, მუკერა, ცენზურა, bro. და იქნებ რენი მიძე წავიდეს ხო? არა, მაინც სტოპზე წავაზრე რა. რენი შეახლოწოს აკეთებს მესამე ხელს ახლა. კაი, ჩემი ლეპტოპი თუ არ დავტენი აქ. ესე წინ ვეღარ წავალთ. Skillits. ეს მომერა. დასტაკარი თავს წამწად. რენი მიძე. დავაი, ჰეშტაგი მოიხდა. რენი მიძე. ზოეთი. კაი, დოლჩე დაბრუნდა, როგორც ჩანს. რენი სარდაფში. დაიკლო ხალხმა როგორც იქნა. Yes. გადავიტანეთ დღევანდელით. მე აქეთ ვერ ისტორიის რაღაც სტატისტიკებს უყურებ და ცოტას ნერვზობდი რაღაც არ გაფუჭებულიყო, მაგრამ ყველაფერი იგზია მეგობრებო, ყველაფერი სტაბილურად არის. რა ხდება? ვინ თამაშობს? შეცვალეს ვინმე? არაფერი არ უნდა შევცვლიათ ხო? არა, всё, ready და მეც შეგინჩა. ვაუ, ყველაფერი გაიგეთები. აქ როგორ არის? 27%-ზე და ეგ არის მეგობრებო. Go. მეგობრებო, game point-ი იწყება მესამე თამაში კავკასიონი versus hollow ჯერ არც ერთ თამაში მოიცა, ხო ისე ვიგივი არის, ლურჯი არის კავკასიონი, hollow არ წითელი. ფინალი 3 ქულამდეა, დიახ, best of 5 არის ფინალი. ვიწყებთ შესაძლო ბოლო თამაშს ჩვენი ჩემპიონატის და გთხოვთ მეგობრებო, აქ მოვდით, გამოუშვით გიფტები, გამოუშვით ლაიქები.
გამოვუშვით follow-ები 85 viewer-ი გვიყურებს. ან ჯერა რომ ყველა ჩემი follower-ია, მეგობრებო. დამაფოლოვეთ, რო არ გამოგჩეთ შემდეგი ტურნირები, შემდეგი custom match-ები, შემდეგი სტრიმები და შემდეგი გიფტები. ალბათ უამრავი ხალხი გადაიხდის ველიძე ამ სტრიმიდან და მაგიტო ხო არ გაჭედა. ჭედავს bro? არ ჭედავს წესით. არ მითხრა რომ ჭედავს, თორე ეგრევე ზარი ახლობელთან. კი, უეჭველი ჩემი ვაუჩერის კოდით ყიდულობს ამდენი ადამიანი რაღაცეებს და შემდეგ ჯერზე ველი ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებს დაგვიგიფტავს. ჰეკარი მიმეტა, არა უბრალოდ ამათი ჯანგლერის ჰეკარი მისეშინიათ მე. გეიმ 5-მდე ხმა. არა, bro, შეიძლება ბოლო თამაში იყოს ეს best of 5-ი არის, ამიტომ მე ბოლომდე ვიხარჯები ამ თამაში. გავაჭედინოთ, შევედით ველის. გიფთერებს როგორც ხვდები unknowns და გიკას ხვდებათ საჩუქრები. unknowns და გიკას და მესამე ადგილზე ზუსტად არ ვიცი თვის. მესამე ადგილზე სამი გიფტია. ოკეი. არ ვიცი, სანამ არ მორჩება, მანამდე ვერ ვიგებთ ვინამდენი დაგიფტა. შემდეგ სტრიმზე უნდა შემოხვიდეთ და გაჩვენებთ ვინ იყო ყველაზე დიდი გიფტერი. ყველაზე სამი ყველაზე top გიფტერი screenshot-საც განახებთ. გაკინულია ჩემი მოწონებები, ვნახავი ხარ bro. არა bro, მე-4-ზე ხარ, მე-4-ზე ხარ. კირთაცხოძე არის გიო ბერაძე. მეგობრებო, მოიხოდეთ. საინტერესო იყო. 300k ლაიქს ავედით. სიძახი, ტოპ არის MVP ვიდეო გიარს. უეჭველი, ჩემი აზრითაც MVP ვიდეო გიარი ვარ. MVP-ს ფოლი რო უნდა გავაკეთოთ. მოდი დავიწყოთ MVP-ს ფოლი. თუ შეიძლება მაგის გაკეთება ნენელა რა. Treasure box, poll and gift votes. Gift vote custom. Standard. Customize. ჰეკარი მიცხენია. პარტლას ჰეკარი მიმეტა. მე ვარ მეტ. პარტლა არის წითელ თიმში ჯანგლერი. ეხლა თამაშობს. მეგობრებო, მოდი რა გავაკეთოთ. ვინი რო აიღო იქ. ტოპის როგორ გავაკეთოთ ტოპ. რა? MVP ტურნირის MVP როგორ გავაკეთოთ. ხოჭერს იუმის პიკები იყო წინა გულში. როგორ არ შეიძლება, bro? როგორ არ შეიძლება? რას გულისხმობს ყოყინდა ქართველების დამატებაში? არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ შეიძლება, უეჯველი შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. ხალხის რჩეული. ვიდეო კაუეჯველი. ხალხის რჩეული, მოდი ჩატში დავაწერინოთ ხალხს და მეტი კომენტარები გვექნებათ არა. პროსტა ხალხში დავასპამინოთ. ტოპ MVP. დავაი. ხო. და გამორჩეული ორის ფოლი გავუშვათ მე და რომელიც ჯობია რა, ეგრე შეგვიძლია გავაკეთოთ. მოკლედ, ამ თამაშის ბოლოს მასტერა ხალხის იქნება ფოლი ოღონდ ჩატშივე და მე ჩავიწერ ხალხის ხმებს გეწყობს. კი ბატონო. ჯერ გიფტებზე რა, bro. ესე იგი, ტოპ MVP მთელი ჩემპიონატის არა, ნახევარფინალის MVP, მთელი ჩემპიონატის MVP-ზე დაწერეთ მეგობრებო, ამ თამაშის შემდეგ ცოტა ხანი გავჩერდებით კიდევ და რაღაცნაირად ავარჩიოთ ხალხის ხმით MVP და MVP-საც მიუვა სკინი. შესაბამისად. მობი. ოკეი. ჰაკარი, მობი ხალხო, მობი არც ეგ ადამიანი. მოიხოდეთ მეგობრებო, მოიხოდეთ დაფიქრდით ვის მიცემდით ხმას. Georgian Wolfie. ორნს რა ქვია? ამ ორნს, რომელ ორნს? წმინდა MVP, ოკეი. ჰეკარნის მეიმე, Sailors MVP. ოკეი. ესე იგი თითო კაცს შეუძლია თითო ადამიანს მისცეს ხმა? ხო. და არ დასპავ. კანთა რა ირჩიე? ვიდეოკა მე მომწონს ვიდეოკას MVP. ბასილებს MVP-ო, ბატონო. სამსკიმ წმინდა MVP. ყველ თავისას არ თქვენ თავს ის ვიცამ არ შეიძლება. საბსკიო.
გიკა მადლობა გიფტისთვის bro Okay. მანამდე პიკებს შევხედავთ, მოდი ხმამაღლა გამოაცხადო მე მანამდე პიკებს გავახმოვანებ შენ მაგიდან ვიდოკი. მე მომწონს ვიდოკი. ამბესა მეგობრებო ჯანკში ნავტილს ავარდო ტოპზე ვეინი ლულუ როგორც იქნა ვეინი ლულუ ბოტლენზე და ჰერმინი გერიმიძე კამილი ტოპზე ორნი საპორტად ვოლიბიარი ჯანკში კამილი ვოლიბიარი შეიძლება გავცვალონ ჯანკში ტოპი ჯანგლი უეჭველი არც ისე უეჭველი აქ რა მოხდება არავინ არ იცის ფლექსაობს რე თიმი განსაკუთრებულად ყველა ჩემპიონად აბსოლუტურად ყველა ჩემპიონად ფლექსაობს და ჯერ მაინც არ ვიცით ვინცად მიდის ვეინისკენ ვარ მეც კირთა მადლობა bro hollows jungle MVP master MVP აკასადინი არსებობს yes bro როგორ არსებობს დაგfollow-ით მეგობრებო დაგვალაიქეთ ეს არის ჩემპიონატის ფინალის შეიძლება ბოლო თამაში შეიძლება არა მე ძალიან მომწონს blue team-ის პიკები შეიძლება blue team-ა ამ თამაში ჩვეულებრივად გაიმარჯვოს და ლიოს hollows რომელსაც ამ ჩემპიონატზე არც ერთი თამაში არ წაუგია ამ ჩემპიონატზე ჯერჯერობით hollows გარდა არც ერთი გუნდი არ არის რომელსაც ერთი ხელიც კი არ წაუგია ეს არის ჯერჯერობით hollow და ნახოთ მოხდება თუ არა upset და წააგებს თუ არა hollow ესე იგი ჯერჯერობით მასტერა ჯოზოვენი again შევხედოთ ლიდერობს რასაც უყურებ ხალხის რჩეულებში კი bro გეტყვი რა ხდება ეს არის საქართველოს ჩემპიონატის ფინალი და შესაძლოა ბოლო თამაშიც კი, იმიტომ რომ არის best of 5. ნახე 2-0 არის იგებს hollow კავკასიონთან. top 2 დამლაიქებელთან ჩვენ უგიფტავთ skins და top 3 gifters უგიფტავთ ჩვენ skins. ეს არის დღევანდელი გარიგება. დავეთ 15 გაზე, ნუ გამალაიქებით ვიდოკ MVP, ვიდოკი ჩაწერე. ჩემი ხმა ვიდოქს. ბექგრაუნდში ხდება. ესე იგი ვიდოკი და საბა ლიდერობენ. ესე იგი ლისანდრა წავიდა მიდზე, კამილი წავიდა ტოპზე, როგორც თქვით, ვოლიბიარი წავიდა ჯანგში, კორკი ორნი ბოტლეინს. ვიდოკი არის 22 steps-ის ჯანგლერი. არა მიდლეინერი იყო. მე და ვიდოკი ერთ გუნდში ვიყავით ლოს რო თამაშობდი სხვათა შორის. ვიდოკი, ბარბოსა. ერთთან მასტერა, ოკეი. აჰა ლაიქები მეგობრებო ფოლოუები მეგობრებო გამოუშვით არ დაგენანოთ შეიძლება ეს ტურნირის ბოლო დააშიარეთ სტრიმი ავიდეთ 100 ვიუერამდე მეგობრებო სულ ცოტა დარჩა შეიძლება ტურნირის დასასრულამდე შეიძლება არა და აქ შეიძლება აპსეტი მოხდეს ვნახოთ რა მოხდება პარტლა მაინც გამარჯვებულია მაგრამ MVP არა ამცმება გუნდმა გამიდრა. ბოლო აიგე არგენტინა. ესე იგი ძირითადად რა ხდება ხოლმე? ვეინი არის late game ჩემპიონი. აცდის თუ არა red team-ი ვეინს მოხოდვას, იქნება საინტერესო. მოდი ჩემი წინასწარმეტყველება რა იქნება. დაიწყება სადღაც მე-5 level-დან დაივები bot lane-ზე და ვეინს არ გაახარებენ. თუ ვეინი გადარჩება, მაშინ შანსი ექნება blue team-ს რომ მოიგოს ეს თამაში. და ის ლულუს პიკი. შესაბამისად, blue team-მა იცის ეგ მე თუ ვიცი ეგ ბლუთიმაც იცის ეგ და დააჰოვერებს ჯანგლის ავარაუდოდ ბოტლენს. ნახოთ რა მოხდება ლანსელოტუს მადლობა ფოლოუს. თქვენი ხმები ჩავიწერე. Go. წავიდა, არა გავიდა 1 წუთი? არა, 5 წუთი. დაწერეთ აბა ვინერი თქვენი ფავორიტი ხალხის რჩეული. კოკარტი ტაქტიკებს კარნახობს. რას კარნახობ რომ მე ამას რა უნდა უკარნახო? ლეიციც არ გაახარებენ. სავარაუდოდ შევა ლისანდრა გაუგავს მეის არაფერებს შორის, მაგრამ კრენსი აქვეებს. ვეინის იმეძია მთელი თამაში. თორე სხვა აქ არავის არაფერი არ ეშველება სავარაუდოდ. წმინდას ხმა ჩავიწერე რომ წმინდას მისცა ხმა. ვიდოკას უნდა უყურო და ჩანაწერები გააკეთო თუ გინდა რომ იუმეკას ხმაც ჩაწერილი მაქვს. ეს მოვიდა, იუმი მოვიდა მეგობრებო. მასტერა. აი ჩვენი პატარა იუმი მოვიდა. პრედატორი არ მაქვს და წმინდაო, ოკეი. ნახეთ, ჩვენი პატარა რენგარის სცენაზე. კანთარ, შენი ხმა სამჯერ ჩავიწერე. უი, მირაო. ეს საყვარელია შენ. ახალი გაგუძებულია. რა ხდება, რატომ უყურებთ ამას? მიდზე რა ხდება?
ბოდიში თანხმების ჩაწერაზე Rensinger MVP Fury Angel-მა. ცხენ. ვინცა Fury Angel-მა Renio. ხოთბოძე რა ხდება? ესე იგი ისევ იგივე სტრატეგია მიდზე ლულუ პეინი. ესე იგი mid lane-ის პრაიოზე თამაშობს ყველა. მასტერა და სანეფია მშვენიერი კომენტარია ჩემო ძმაო. რა ხდება ტოპზე ორნი როგორც იქნა. ესე იგი Rensinger საბოლოო ჯამში საპორტზე კი არა. ტოპზე წავიდა. არა, ორნი არ არის Nautilus-ი შემეშალ ბოდიშופტი მეგობრებო. აქ არის Rensinger-ი თავისი ორნი signature pick-ით აწუკვე. მე მგონა Rensinger-ი უფრო Syndra-ს pick-ზე და Zoe-ს pick-ზე იყო ორიენტირებული. ნახოთ რა ხდება მიდზე, არაფერი განსაკუთრებული და ამოვიდა კროკი გამოვიდა, აიღო პირველი კროკი, აიღო ეგრევე ვოლიბიარმა და რაშვება ამასობაში ამბესა. Tadari ambesa რაშვება. ამბესამ გააკეთა full clear-ი, არც ერთი კროკი არ შეხვდება, ამბესას გააკეთებს recalls და ინახავს ახლა ვოლიბიარი და არეკოლს. ამბესა შეიძლება ვოლიბიარი დაიძრას ტოპისთვის, თუმცა საინტერესო აქ დაივის და მეხუთე ლეველზეა ვოლიბიარი, აქ შეიძლება დაივი ვნახოთ მეგობრებო. შეიძლება დაივი ვნახოთ და ვნახოთ რა მოხდება. ყველა მიცის რომ აქ დაივი შეიძლება მოხდეს, შევხედოთ bot lane-ზე და ეგრევე დაივი წავიდა. ფლეში, ორი ფლეში, ეგზოსტი და არის აუცილებლად. თუმცა ძალიან დააგვიანა Red Team-მა მოკლა Hermingingeris და ეგრევე შევხედოთ აქ რა მოხდება და არაშოროდ თამაშობს ამბესა. გავიდა, შემოვიდა double kill, იქნება თუ არა triple kill და upset-ი დაიწყო მეგობრებო. ბრავო, ხმარ მაქვს, მაგრამ მაინც ბოლომდე გავაწურინებ. ეს არის უკვე კავკასიონის დაწყება, ვიტოკი. მადლობა ოტო გიფტებისთვის ჩემო ძმაო. ავიდა, მოხდება თუ არა upset-ი ამ თამაში, ეს უკვე არავინ არ იცის. ვიდოკიო, nice. ესე იგი ვიდოკი წმინდა და მასტერა ლიდერობენ ხალხის რჩეულებში. Yes. Goes me არ ვარ და მასამა თამაში მაგის ბრალი მე არ ყავ. საინტერესო რა მოხდება აქ. ძალიან მომწონს blue team-ის დასაწყისი ამბესა მშვენიერ თამაშობს. ყველა მიცოდა რომ მეხუთე level-ზე ეს bait-ი შეიძლება ყოფილიყო მეგობრებო. დარჩა სპეციალურად Herminginger-ი bot-ზე, როცა დააბეითა მთელი Red Team-ის თიმი და nice base აძლევენ kills. ბრავო. ეს არის Pain-ის შანსი რომ ცოტათი უფრო ადრე მოიხოდოს ვიდრე ვიდრე late game-ი. ვნახოთ ზემოთ რა ხდება, ალბათ ვერავის ვერ მოკლავს. ჯერჯერობით ძალიან ადრიანი, თუმცა რაც რო დროგავა Dolce-ს უფრო მეტი შანსი ექნება რომ მოკლას ტანკები. ის აიღებს Trinity Force და თავისი true damage-ის მეორე kill-ი დაიწყებს მოკლას ტანკებისას. ეგრევე აქ ხედავთ დაივის ალბათობას, ეგრევე ფლეშავს Dolce, მშვენიერი respect-ი გამოვიდა Dolce-ს blue team-ზე, არაფერი განსაკუთრებული. ტროლავს პარტლა მენტალიტი დაერღვათოვა, დავაი. ეს არის comeback-ის საშუალება მეგობრებო და მოხდება თუ არა upset-ი ჩვენს სცენაზე, ჩვენს TikTok სცენაზე. მადლობა საპორტისთვის ჩემო არაჩვეულებრივ TikTok მაყურებლებო. ესე იგი ხალხის რჩეულებს ჯერჯერობით მასტერა ცალსახად ლიდერობს მასტერა. ისი ამოვედი მესამეზე ვერ გავიგეო. გირთავ, ნახოთ რა მოხდება. ვიდოკი და წმინდა არიან თანაბრად. ვაუ, ბასილევსი აკონტროლებს ხმებს. Nice. მეგონა უფრო მტკივნეულად ჩაივიდა ეგ საკითხი. მადლობა ბასილევს. ნახოთ, ავედირე დაწერეთ, ვინ გყავთ რჩეულები, აბა? 4:51. ერთეში ვიდრე წმინდა მოწიწ. მიდზე რაღაცა საინტერესო იწყება, აცილა Nautilus-მა თავისი Q, მაგრამ სულ მალე ისევ მეორე ექნება. ყველას აქვს თავისი ulti, როგორც ხედავთ, ყველა გამოვიდა ორივე ობიექტივი, ეგრევე გაუშვეს Nautilus-ი, ვერ მოასწრეს მისი მოკლა, თუმცა არა, გაუტა ბოლოს Syndra და მოკლა. გაუტა ბოლოს და Herald-ი ისევ Hollow-მა აიღო Herald-ი და შესევენ აქ მიწკა და შეიძლება გაიტანონ კიდევაც და fight-ი გრძელდება მეგობრებო. რუთი ეგრევე კამილი ვიღაცას უტავს, მაგრამ კამილი მალევე მოკვდება. Flash-ი, Dash-ი, ჩამოწე ცოტა screen-ი. მადლობა, გაიტანეს პირველი tower-ი, გაიტანეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე kill-ი და რას ხედავთ? ისევ იგივე სტრატეგია Hollow-ს-ი. გააქვს მიდის პირველი tower-ი, გააქვს მიდის თითქმის მეორე tower-იც. ბრავო, Hollow-ს ისევ იგებს.
სამწუხაროა რომ იგივე სტრატეგია გაუკეთა კიდე ხოლო კავკასიონს უკვე მე-13 მიყოლებით, თუმცა გოლში როგორც ხედავთ თანაბარი არის გოლდი და ერთად რაც შეერჩა ხოლოს გახსნილი მიდი არის, თუმცა კავკასიონს შეერჩა ერთი დრეიკი და თანაბარი გოლდი, რაც არის იმედის მომცემი, ჯერ კიდევ არაფერი არ დამთავრებულა. ნახოთ მინას აკეთებს არაფერი განსაკუთრებული თამაშობს არაჩვეულებრივად ყველა კარგად თამაშობს და ერთ-ერთი სტრატეგიაზე არის მე მგონი სამუშაო მე-13 რიგში ხოლმე ერთ ეგივე რაღაც გააკეთა მე-13 არა მე-5 უკვე წინა ორ თამაშიდაც და ალბათ აბსოლუტურად ყველა თამაში რაც ითამაშა 2 4 6 7 თამაში ერთ ეგივე რაღაც გააკეთა ხოლმე დააშიარეთ მეგობრებო სტრიმით და ლაიქეთ. მინდა MVP დავაი, კიდე ერთი ხმა წმინდას. ორნი არის MVP? ორნი ჩემპიონი თუ? ნახოთ ბოძე რა ხდება, ნახოთ. ბოძე რა ხდება, ეგრევე 3 და 2 და მაინც ეშინია და შემოუგრნენ. როგორც იქნა შემოუგრნენ და მხოლოდ ამ ბესაკდება სამწუხარო არის აქ რომ ერთ-ერთზე მაინც არ გაიცვალნენ. თუმცა არა უშავს, ეგეთი არის ჩვენი თამაში დღეს, დაუნდობელი ფინალი არის მეგობრებო. ხოლო დაუნდობლად უგებს ჯერჯერობით კავკასიონს და ნახოთ კავკასიონის აპსეტს მოახდენს თუ არა. ჩემპიონი ბრო. წმინდა MVP ჩემპიონი ბრო. მადლობა კიდევ ერთხელ ოტო და იუმეკო გიფტებისთვის. და რას აქ ბოდიში ჩვენი რენგარი შემოხდა და ახლა კომპიუტერს წინა სტრიმზე გამითიშა კომპიუტერი და ეხა გარეთ უნდა გაუშვა მინდა MVP რენსინერი MVP ნახოთ ბადარ ფისონიამ კინაღამ გაგვითიშა მეორე და მე-13 სტრიმი რაც უკვე უპატიებელი იქნებოდა მინდა MVP Wilders nice წმინდა MVP შევხედოთ რა მოხდება ეგრევე მიძე დაძაბულობა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული აშინებს მუკერა ყველას თავისი ეთი თუმცა ბოლომდე არ შედის დანკე მასტერა best მოიწვიეთ მეგობრებო თქვენი მეგობრები დაწერონ თქვენი supporting vote-ები არ არის პრობლემა ეს არის ზუსტად მაგისთვის განკუთვნილი წმინდა MVP nice მოიხოდეთ მეგობრებო ჯერჯერობით არაფერი საინტერესო არ ხდება არც კიდების მოსაზრისით არც ობიექტივობის მოსაზრისით თუმცა შევხედოთ თამაში უფრო მნიშვნელოვანია რომ ვნახოთ რა ხდება ჯერ არანაირ დაძაბულობა დრეიკი ცოტა აგვიანდება კოსმიკმა წმინდას მისცა ხმა ცოტა იქ ჩაიწია შენ რომ ეს არ მოხდეს კაი ცოტა იქ თუ ჩაიწევი ეს არ მოხდება და მეც აღარ ვიქნები დაძაბული ოპა შეახტნენ ერთი წამი დოლჩეს კლავეტოპზე დაჯობ თუ რამე დავიჭერ ანუ ისე შეიძლება დაახტეს რომ ვერ დაიჭირო იცი და გაგვითიშო სტრიმის შუა ფინალში მართლა გეუბნები ერთჩევნია არ ვიყო დაძაბული ვიდეო დაძაბული ვიყო ნახოთ რა ხდება მიწე მოკლეს არაუშავს სულ ერთ წამში დავბრუნდები მეგობრებო ხო იმი ფინა ეს ვიდოკა წმინდა MVP დავაი დავტოვოთ გავუშვით ჩვენი რენგარი გარეთ დრეიკის პრაიო აქვს red teams თუმცა ძალიან შორს არის მათი top laner-ი შედის არ შედის ნახოთ რენმა ჰარში ააგდო და წავიდა ვეინის 1-2-3 შეხტა ვეინი გაინდა ვეინმა აქ უნდა იპოვონ ვეინი თუ არ დააფოკუსეს ფაითის დასაწყისში შეიძლება ვერც მოიგონ და შანსი წარეკრებათ მოგების red teams თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით რიგზე არის ესე იგი ვეინის საწინააღმდეგოდ red teams ყავს დავიწყოთ თავიდან რენსინერის ორნი თავისი ულტით მეორე დოლჩე თავისი ულტით კამილიზე და სამკაციანი ნოკაპი ეგრევე მოკლეს ვეინი ჩატოვეს და ეს არის სავარაუდოდ ეს მოხდება ყველა ფაიტში ვერ კლავენ კამილისაც ესე იგი აქ რა მოხდა სინამდვილეში მეგობრებო ეს იყო კატასტროფა მოკვდა
მოკვდა ვეინი უპრობლემოთა ეგრევე იხებს უკან blue team. Anti-Vayne team იყავს საბოლოო ჯამში მაინც Red Hollows და მე მგონი აქ Vayne-ს ძალიან რთული თამაში ელის. დაიწყო ისევ ლიდი Hollow თავისი ლიდი 3000-იან gold ლიდით დაიწყო, თუმცა დააგვიანდა ამ თამაში და ეგ არის ზუსტად იმედის მომცემი, რომ კავკასიონს აქვს შანსი ამ თამაში შემოტრიალების. Camille Lissandra are Vayne Grave. Haha, Whitefire. ჩემი ესაც Camille Lissandras ულტები anti-Vayne-ის ულტებია ჩემი ეს. Opa, გააქრეს Vayne. და ეხლა Nautilus-ს მიაყოლემენ სავარაუდოდ. Lulu ცდილობს რომ რამე მაინც გააკეთოს, მაგრამ არ გამოსდის. თუმცა გამოიყვანა Nautilus, თუმცა ეგ საქმე არ არის. Nautilus-ი damage ვერ გააკეთოს, მას აქვს grasp-ი, მან უნდა გადაგოს. ბილდები ვნახოთ, კაკ. ორნის თამაში. ბილდები ვნახოთ? ის ჩარტე. 1 წამი, ჩვენი კომბო გავაკეთოთ. 1 2 3, 3 ჩარტ. Ho, ნახეთ მეგობრებო, რა მაგარი კომბო გვაქვს. ტოპზე რა ხდება, დაიჭირეს ამბესა. ჩაწერე მათე. წმინდა სიყვარული ნაკლები. 1 2 3 ჩამოწია? ოკეი. მიდი 1 ჩამოწია ეგრევე. ოპა. გავთიშე. Guys, კარგი კომბო გვაქვს. ჩვენი სინქრონი გვაქვს. ემილი გორე უნდა დაიწყოს. აიტები 20-ის ნაუდები Vayne უნდა დაიწყოს. ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ Herminigers არავინ არ აფოკუსებს ისეთ სიტუაციაში იწყებენ ფაიტს, სადაც Herminigers საერთოდ არ აქვს ტაუერები დადებული და შესაბამისად Herminigers საერთოდ იშავენ თამაშიდან. Herminigers ძირითადი სიძლიერე არის თავის ტაუერებში team fight-ი, რომელიც ძალიან კარგად ცდილობს team-ა და არ აძლევენ უფლებას თავისი უპირატესობა ფაიტებში გამოიყენონ. დაიწყო ესე ფაიტი, არ გაუტირეს მეორეჯერ on შვენივრად დაიწყო ეს ყველაფერი. მოკვდა ერთი და არა Nautilus-ის გამაზული ათდენილი ჰუკი და შეიძლებოდა მას ყველაფერი შეეცვალა და ბარონი უეჭველი ყოფილიყო blue team-ის, მაგრამ ნახოთ რა team-ს აქვს ბარონზე ვიჟენი, ეგრევე გააქროს ეგ ვიჟენი, მაგრამ სავარაუდოდ ახალ ვიჟენს უკვე ვეღარ გააქრობენ და არასდის რედ team-ი ბარონის გადანას blue team-ს. სამწუხაროდ ძალიან უჭირს blue team-ს ამ ყველაფრის ამოქაჩვა, თუმცა იმეც ყველა მაინც იტოვებს, რომ გაგრძელება ჩვენი ჩემპიონატი და ამ თამაში არ მორჩება. 94 ვიუერი მეგობრებო, შემოიყვანეთ თქვენი მეგობრების მეგობრები, იმისთვის რომ თვათი მოხდოს სტრიმი და 100 ვიუერზე ავიდეთ დღესაც. Nice, ესე იგი Cosmic Hollow ამოვიდა მე-3 ადგილს და ეჭიდავება მეორე ადგილს ლაიქებში, ხო? წმინდასთან ებდი და წყალს დაგაშევინებთ. შანსი არ აქვს ორივე გუნდს მოგების. Yes, Bloody King, მადლობა bro, მადლობა hype-ისთვის. დამაფოლოვოთ მეგობრებო, მანამდე დამალაიქეთ ეგრევე, გამოუშვით გიფტები იმისთვის რომ მე იქით დავგიფტო. შემდეგ საბოლოო ჯამში სკინები და ვნახოთ რა სიტუაციაა. მოჩევიდეთ აქ, ვარჭედავს. დაიკლო. Nice, let's go. 3000 gold lead. აქ არაფერი არ ერთი teamfight-ი ატრიალებს მაქელ gold lead-ს უპრობლემოდ. Cosmic Hollow მომხრათითი. Wow, nice, ხალხმა გააკეთა არჩევანი. Vidoka MVP. Opa. Nice. მინდა წერა Vidoka MVP. მიც ვიდო საბაბა. საბას ხმა ჩაწერლი მაგ. მეცა. გუგუქს ყლანმა. წმინდა. Okay, წმინდა ლიდერობს ცალსახად. წმინდას ტიმი შემახსენე რომელი არის? წმინდას ტიმი რომელი არის? და ერთამი Vidoka არის ფეიკერი. Vidoka ფეიკერი კი არ არის, bro. აბა ვინ არის Vidoka თუ მეტყვით? მე დავფიქრები და გიხტვაზე Vidoka არის. მისი საყვარელი მოთამაშე ვინ არის? Vidoka საყვარელი მოთამაშე და წავიდა team fight-ი მიდზე. დაიწყო red team-ა, ჩაკეტეს, ეგრევე ჩაკეტეს, ვინ არის ვინ ჩაკეტეს? ამბესა ჩაკეტეს, შემოდის Vayne backline-ზე, მაგრამ ძალიან ცუდ ფოკუსს აკეთებს. Vayne, მე თუ მკითხავთ აქ თამაშთან ეთიშება team fight-თან ეგრევე. თუმცა არა, Yumi-ს დახმარებით ბოდიშ ვიხდი. არა, ისევ ცუდი. დაბეიტდა დოლჩეს მოგვა. არა, Yumi-ს არამედ Lulu-ს დახმარებით ძალიან დიდხანს გაძლო, თუმცა არ, ჩემი ეს არასწორი.
გატილტული არის დიდი ალბათობით ვეინი არასწორ ფოკუსს აკეთებს მოწინააღმდეგე squish ჩემპიონებზე მან ყველაზე ახლოს დგომი უნდა დააფოკუსოს მე თუ მგიხავთ და თუ ეგრე აპირებს რომ შეიჭრას მას ლულუე და საპორტებს და თავდება თუ არა აქ თამაში თავდება თუ არა აქ ჩემპიონატი და თავდება მეგობრებო ლულუს ulti ჰერმინიგერის WQE და ჩვენ ეკრანებზე ვყავს გამარჯვებული მეგობრებო არ მოხდა აფსეტი ხოლო მოიგო ჩემპიონატში აბსოლუტურად ყველა აბსოლუტურად ყველა ფაითი არც ერთი ხელი აწავგია მთელ ნამდვილად. გულოცავთ ჰოლოუს მეგობრებო, გამარჯვებას ჰოლოუს გადაეცემა ჩვენი საპრიზო ფონდიდან 300 ლარი, 5 ველისტორის ვაუჩერი 100 ლარიანი და ჯერ კიდევ სათქმელი არის ვინ არის SVP მოდი ეს დაასკრინშოტე, აუცილებლად დაასკრინშოტე. ვინ არის SVP მეორე ადგილზე გასული თიმიდან. რა დავასკრინშოტე მითხარი? აი ეს არა ქვია. მეორე ადგილზე გავიდა კავკასიონი, ხო? კავკასიონიდან MVP-ს ველისტორი უგიფთავს მობილურის იმას რა ქვია, კულერს. ანუ საგო ჰოლოუს, GG.